სახელითა მამისათა, დაწისათა, დაწმინდისა სულისათა. მოგესალმებით, მეგობრებო, დღევანდელი თემა არის, ესე იგი, ხედავენ თუ არა გარდაცვლილები ყველაფერს. ნახეთ, მეგობრებო, ლოცვა გარდაცვლილთათვის. ლოცვის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ ჯერ. ლოცვა არის ჩვენი სიტყვიერი და გულწრფელი დახმარება გარდაცვლილთა სულისთვის. როცა ვლოცულობთ, ვთხოვთ ღმერთს, რომ გარდაცვლილის სული მიიღოს მშვიდობა, სინანული და სულიერი ნათელი, ხო? ეხლა როგორ ვლოცულობთ? ლოცვა შეგიძლიათ აღასრულოთ სახლში ან ეკლესიაში. წაიკითხეთ ლოცვები, თქვა მოციქულთა ლოცვები, პარაკლისი, პანაშვიდი, ხო, ან მონასტრული ლოცვები გარდაცვლილთათვის, ხო? დადეთ სანთელი მათი სახელზე, გაიღეთ მოწყალება, ხო, შეეწიეთ ადამიანებს და ასე შემდეგ. წმინდა მამების სიტყვებით ნახეთ, იოანე ოქროპირი ამბობს, ჩვენი ლოცვა გარდაცვლილთათვის მათ სულიერ თავისუფლებას აძლევს. ბასილი დიდი ამბობს, ლოცვა და მსხვერპლი გარდაცვლილთათვის უფლის წინაშე მათ სარგებელს მატებს. მაგრამ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ლოცვა უნდა აღასრულოთ გულწრფელად და ყურადღებით, ხო? სასურველია ლოცვა ყოველდღიურად დილითა და საღამოს. ეკლესიური წირვა და ტროპარების წაკითხვა განსაკუთრებით ძლიერი საშუალებაა. ეხლა ქველმოქმედება გარდაცვლილთათვის. ქველმოქმედების მნიშვნელობა, მეგობრებო, ნახეთ, ქველმოქმედება ნიშნავს კეთილი საქმეების შესრულებას გარდაცვლილთა სახელით. გარდაცვლილთა სახელით. ანუ კეთილი საქმე სულიერ შეხებას ქმნის მათთან და აძლიერებს სულის მდგომარეობას. ეხლა როგორ ვაკეთეთ ქველმოქმედებას? დავეხმაროთ ვინმეს, ვისაც დახმარება სჭირდება. ხო? გავამხნევოთ, ესე იგი, ღარიბი საჭმლით, თქვათ, თანხით, ფინანსურად თუ არა გვაქვს საჭმლით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, რა ვიცი, ფულის მიცემით, ან თუ არა გვგებია სიტყვიერად მაინც ვანუგეშოთ ადამიანს, სიტყვიერად, ან სივიწყალი მივცეთ. ხო, არაფერს არ დაგიკარგავთ უფალი. ნახეთ, ეფრემასური ამბობს, კარგი საქმეები, რომლებიც გარდაცვლილთათვის კეთდება, მათ სულიერ ტკივილს აცხრობს. ბასილი დიდი ამბობს, გარდაცვლილთათვის კეთილი საქმეები უფლის წინაშე ნათლად ჩანს და მათ სულიერ დასახმარებლად ძალას მატებს. ხა შენიშვნები. ნახეთ, პატარა ქველმოქმედება შეიძლება პატარა იყოს, მთავარია, მეგობრებო, გულწრფელი, გულიდან გამომდინარე, ხო? კეთილი საქმე შეიძლება შესრულდეს ოჯახშიც, ეკლესიაშიც, ქუჩაშიც, თქვათ, ბევრი და ბევრი რაღაც საშუალებები არსებობს, ხო, შეიძლება პატიმარი მოინახულო თუ არა და ესე იგი მას ჩაურიცხო თანხა, თქვათ, დაეხმარო თანხით და ასე შემდეგ. ანუ გეშო სიტყვით დაელაპარაკო. ეხლა მონანიების მნიშვნელობა, ნახეთ, მონანიება ნიშნავს ჩვენი ცოდვების აღიარებას, სინანულის გამოხატვას და გულის სიწმინდისკენ სვლას. მონანიება სულიერად ეხმარება გარდაცვლილთა სულებს. ეხლა როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიქცევით, ხო, ნახეთ, ყოველდღიური ლოცვა დილითა და საღამოს. მეგობრებო, არ დავიზაროთ. აღსარება, ხო, რაც შეიძლება მეტი აღსარება ჩავაბაროთ და ზიარება. წმინდა წერილის კითხვა და თუ ვისაც აქვს კაცად, მაგრამ ვიც უსინათლოები არიან, მათ ამიტომ შექმნის არხი, რომ YouTube-ზე მაქვს, მიდევს, ესე იგი, რომ მოусმინოთ ასევე ჩვენი ემიგრანტებმა, ვისაც დრო არ აქვს, მუშაობს და ყველას, რა თქმა უნდა, ემიგრანტები თუ საქართველოში მყოფი ქართველები, ყველას გაქვთ საშუალება, რომ მოусმინოთ სახარება, თვითონ თვითუფალი ქრისტე გვეუბნება და გვეუბნება რა არის მისი ნება, მისი მცნებები და
ასევე წაიგეთ ტროპარების გალობა ხო გარდაცვლთა სახელით, ეს ყველაფერი ეხმარება მათ. წმინდა მამების გვეუბნებიან ხო აი ნიკოლოზი კავასილასი ამბობს რომ რაც მეტად ლოცულობთ და ესე იგი გავიღებთ მოწყალებას, მით უფრო შევეწევით მიცვალებულთა სულებს. იოანე ოქროპირი ამბობს, მეგობრებო, სინანული გულწრფელი ლოცვა და ქველმოქმედება გარდაცვლილთათვის სულიერი დახმარების მთავარი საშუალებაა. ნახეთ, მონანიება და სულიერი ცხოვრება ჩვენ სულიერ განვითარებასაც ესე იგი უწყობს ხელს, ხო? მნიშვნელოვანია გულწრფელობა და ყურადღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო. ეხლა მოდით ვისაუბროთ პატარა საქმეები ყოველდღიურ ცხოვრებაში. პატარა საქციელის მნიშვნელობა. სანთლის დაწვა ეკლესიაში მათი სახელით, ოჯახის წევრების დახმარება, ახლობლებისთვის სიკეთის ქონა, პატარა სიკეთეები, რაც კეთდება ღვთის სიყვარულით, მაგალითად, ხანდაზმულისთვის საჭმის შეძენა ან ბავშვებისთვის დახმარება. წმინდა ნახე ამბობენ რომ გარდაცვლილთა სულებს სარგებელს აძლევს ყველა ქრისტიანი, რომელიც სიყვარულით მოქმედებს. თავარია სიყვარულით და გულით ვიმოქმედოთ, მეგობრებო. ყოველდღიური საქციელები შეიძლება იყოს მარტივი, მთავარია გულწრფელი. პატარა სიკეთეც დიდი სარგებლის მომტანი არის. ეხლა უფლის ნდობის მნიშვნელობა. ნახეთ, ჩვენი ლოცვა, ქველმოქმედება და მონანიება, მეგობრებო, სარგებელს აძლევს გარდაცვლილთა სულებს, მაგრამ საბოლოოდ განაჩენი ხო ყოველთვის უფლის, რა თქმა უნდა, ხელშია. ყველაფერი კეთილი, რასაც ვაკეთებთ, უფლის თვალში ფასდება. ეხლა ნახეთ, ვენდოთ ღმერთს და ვაკეთოთ ყველაფერი გულწრფელად. ვიყოთ ყოველდღიურად სიყვარულით სავსე, კეთილგანწყობილი სხვების მიმართ, არ განვიკითხოთ, ესე იგი არ ვიყოთ ეს ამ სიამაყე, ეს მართლა ბოდიში და სულ ჭირი არის, სულის კიბოა ეს სიამაყე, არ გვინდა ვებრძოლოთ თუ ესე იგი ყველას გვაქვს ეს ამაყები მეტნაკლებად ცოტა ვართ ყველანი და უნდა ვებრძოლოთ ამას, ну განკითხვა ხო საერთოდ კატასტროფა არის, ეს საშინელება არის. ანუ ვიყოთ ყოველდღურად სიყვარულით სავსე, კეთილგანწყობილი სხვების მიმართ. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ადამიანი იტყვის, რომ დღეს ყველას თავისი გაჭირვება აქვს, პრობლემა აქვს, თქვათ რაღაცა იქ, რა ვიცი, სესხი, იპოთეკა თუ რაც იქნება, ეხლა არ მინდა ყველაფერზე ვისაუბრო, მაგრამ არ მინდა რა ყველაფერი ვიცით. მაგრამ პირველ რიგში, პირველ ესე იერარქიულად, პირველ ეტაპზე, პირველ რიგში უნდა დავაყენოთ ჩვენ ღმერთი და მერწმუნეთ თუ ესე იგი როგორც უფალი ამბობს, ეძიეთ პირველ რიგში ცათა სასუფეველი და ყველაფერი მოგეცემათო. ანუ ვეძიოთ მეგობრებო, ცათა სასუფეველი, ვეძიოთ ქრისტე, ვაკეთოთ სიკეთე, ვაკეთოთ ესე იგი უანგარო სიკეთე, ვიყოთ თავდაბლები, ვიყოთ თავდაბალი ადამიანი უნდა ვიყოთ, უნდა გქონდეს მეტი სიყვარული და მერწმუნეთ ყველაფერი დაალაგდება. თუ გულწრფელად, რა თქმა უნდა, მოვიქცევით, ვილოცებთ, ხო, ეკლესიაში ვივლით, არ დავიზარებთ, ხო? და ეს ვაკეთოთ, ყველაფერი წავიკითხოთ, წმინდა წერილი, ხო, ბიბლია, ძველი აღთმა, ახალი აღთმა, ხო? მოციქულთა საქმეები, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ღვთის შეწევნით მინდა მთელი ბიბლია, სრული მთელი ბიბლია ავტვირთო YouTube-ზე, რა თქმა უნდა, ნაწილი წმინდა მამების გამარტებებით და თქვენც მომიხსენიეთ მეც ლოცვებში, მე ვლადიმერი მქვია და რომ ესე იგი შევძლო და მთხოვნა არის, რომ თქვენც მომიხსენიეთ ლოცვებში, რომ უფალმა მომცეს ძალა. გარდაცვლილთათვის ჩვენი, ესე იგი, ნახეთ, სიყვარული, ლოცვა და კეთილი საქმეები მათი სულიერი გზა უფლის წინაშე, ესე იგი, ანათებს. ანუ რა შეგვიძლია გამოვიტანოთ, მეგობრებო, ჩვენ ასე თქვა პატარა დასკვნასავით
ლოცვა, მონანიება და ქველმოქმედება მთავარი საშუალებებია, რომ ესე იგი საშუალებები რომ შევეწიოთ გარდაცვლილად. პატარა საქმეები ყოველდღიურ ცხოვრებაში სულიერი შეხება გარდაცვლილთა სულთან. და ჩვენი ძალისხმევა მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო სარგებელი რა თქმა უნდა უფლის ხელშია. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ჩვენი ლოცვა გარდაცვლილთათვის მშვიდობას აძლევს. ბასილი დიდი, ლოცვა და მსხვერპლი გარდაცვლილთათვის სარგებელს მატებს. ეფრემ ასური, კარგი საქმეები გარდაცვლილებს სულიერ ძალას აძლევს. ნიკოლოზ კავასილასი, რაც უფრო ლოცულობთ და ესე ვთქვათ, მოწყალებას გავიღებთ, მით უფრო შევეწევით ჩვენ სულებსო. ანტონი დიდი, გარდაცვლილთათვის გაკეთებული კარგი საქმე მათ გზას უნათებს. გრიგოლ ნოსელი, ლოცვა, მონანიება და სიკეთე გარდაცვლილთათვის საუკეთესო დახმარებაა. ეგნატე ბერძენი, კეთილი საქმეები და სულიერი ფიქრი გარდაცვლილთა სულს აძლიერებს. მაკარი დიდი, გარდაცვლილთათვის სიყვარულით გაკეთებული საქმე მათ სულს უფლისთანა ახლოს მიგვიყვანს. მეგობრებო, ღმერთმა აცხონოს და ღმერთმა მოიხსენიოს ჩვენი გარდაცვლილი, ესე იგი, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და ჩვენი, რა თქმა უნდა, გმირები, ვინც თავი დადო სამშობლოსათვის და თავი გაწირა და ღმერთმა აცხონოს და ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი. ამინ. დიდი მადლობა, გაიხარეთ.